Ადგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარაში ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის მშენებლობა დაიწყო. ტერიტორია, სადაც საზირკველი მომზადდა მართლმადიდებლურ ეკლესიას მრევლმა შესწირა. აბასთუმნის მამათა მონასტრის მღვდელ მონაზონი მამა იობი განმარტავს, რომ ბენარასა და მის მიმდებარე სოფლებში ქრისტიანული ტაძარი ამ დრომდე არ ფუნქციონირებდა. ეკლესიის დასრულების შემდეგ აქ მორწმუნეები 1000-მდე სოფლიდან ივლიან. მშენებლობისთვის თავდაპირველად მიწა სხვა ადგილას გაიჭრა, სადაც მუშებს საზირკველი ჩასხმული დახვდათ. მღვდელმსახური მიიჩნევს, რომ ამ ადგილზე საუკუნეების წინ ტაძარი არსებობდა, რასაც სამუშაოებისას მიწაში აღმოჩენილი ადამიანის ძვალიც ადასტურებს. აღნიშნული ფაქტის შემდეგ ტერიტორია ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ დაათვალიერა. მისი რჩევით სამარხის სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის თანამშრომლებმა შეისწავლეს. გარდა ამისა, მიმართვა გაიგზავნა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროშიც. სამინისტროს თხოვნით ტერიტორია კირხსნარი დაიხურა და იმავე პროექტით რამდენიმე მეტრის მოშორებით ტაძრის მშენებლობა დაიწყო. ეპარქიის მღვდელმსახური მამა იობი განმარტავს, რომ ეგრეთ წოდებულ ბენარის ბაღებში ტაძართან ერთად მამათა მონასტერიც აშენდება. რელიგიური კომპლექსი ანდრია პირველწოდებულის სახელობის იქნება, რომელიც საქართველოში აჭარიდან შემოვიდა. ზარზმისა და აბასთუმნის შემდეგ წმინდანმა სოფელ ბენარაში გამოიარა, სადაც ერთ-ერთ შემაღლებულ ადგილზე მდებარე წარმართული კერპი ზადენის შემოსრა. სურვილი ძალიან დიდია, რომ რაც შეიძლება მცირე ვადებში დასრულდეს მონასტრის მშენებლობა. ჩვენ ვიცით, რომ ყველაფერი ღმერთია დამოკიდებული, ინებოს უფალმა, რომ რაც შეიძლება მალე წარიმართოს ამ მონასტრის მშენებლობა და დაარსდეს კიდევ ერთი მონასტერი, რომელიც იქნება ჭეშმარიტების ქადაგებელი ამ ეპარქიაში.